გადაცემას კი გავხსნი პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინიციატივით, რომელიც ეხება ყველას და ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა თავად ხელისუფლებისთვის. პროდუქტების ფასებს ცეცხლი უკიდია. ახალს არაფერს ვამბობ. პირდაპირ მნიშვნელობით გეუბნებით. ნახეთ ანუკი გუმბერიძის სპეციალური რეპორტაჟი. კარაქი, შაქარი, პირველადი საჭიროების პროდუქტი. ყველაფერი ძვირია. კატასტროფულად იყო მომატებული ყველაფრის ფასები და ეხლა რა ვიცი, ნელ-ნელა იკლებს. თუ დაიწყება ფასები, კარგი იქნება ძალიან. ვიდრე როგორმე დაუწიო თვითონ რაღაცა მოხერხდეს. შექმნილი რეალობა და საზოგადოების განწყობა გახდა მთავარი ინსპირაცია მთავრობისთვის შეესწავლა სასურსათო ბაზარზე არსებული მდგომარეობა. პირველადი მოკვლევის თანახმად, მოსახლეობის წუხინის უმთავრესი გამომწვევი მიზეზი პროდუქტებზე ხელოვნურად გაზრდილი უჩვეულოდ მაღალი ფასნამატია. სავაჭრო ქსელები იგი მონოპოლიებია და ისინი ხსაზღვრავენ ყველა მთავრობას გამოასწორებს მაგ სიტუაციას. აბა რა ქნა მიხლა. რა თქმა უნდა გამოვლინდეს ყველაფერი, რომ დარეგულირდეს რა ეს ფასები. პრემიერის ინიციატივა ფასების რეგულირების თაობაზე მოქალაქეებს აიმედებთ, რომ მდგომარეობა შეიცვლება. ამის მოლოდინი აქვთ ეკონომიკის საკითხებში სპეციალისტებს, რომლებიც დიდი ხანია სვამენ კითხვას. სოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან საქართველოს ლიბერალური თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის პირობებში, რატომ ხდება ფაქტობრივად ნულოვანი გადასახადით იმპორტირებული პროდუქტები საბაჟოდან სარეალიზაციო დახნებზე წარმოუდგენლად მაღალი 100-ან მეტი პროცენტით გაზრდილი ფასით. ხადია ხდება კითხვა რა ხდება საბაჟოდან ამ შემთხვევაში სუპერმარკეტამდე, როცა სახელმწიფო ყველანაირ პირობებს ქმნის, რომ ეს პროდუქცია იყოს იაფი, შესაბამისად იაფად განთავსებული სუპერმარკეტების, მაღაზიების დახლებს. ბევრი საკითხი აქვს ძალიან ბუნდოვანი, რომელიც ცდება ეკონომიკურ ფაქტორებს და გარკვეულწილად ჩდება სრულიად გონივრული ეჭვი, რომ იკვეთება სხვა ტიპის გარიგების ნიშნები, რომელიც სწორედ პროდუქციის არ ნახულ გაძვირებას ამ ნაწილში. სათხდება კოლოსალური ფასნამატის წარმოქმნა და რა ტიპის გარიგებას აქვს ადგილი. ხომ არ იკვეთება არასამართლიანი და უკანონო კარტელური შეთანხმებები და რა ბერკეტები არსებობს ფასების შემცირებისა და დარეგულირებისთვის. საკითხის შესწავლის მიზნით უკვე შექმნილია სამთავრობო საკოორდინაციო კომისია და დაგეგმილია კონსულტაციები სადისტრიბუციო კომპანიებისა და ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან. თვის განმავლობაში გეგმავთ შეხვედრებს სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლებთან, ბიზნესის წარმომადგენლებთან, ესენი არიან დისტრიბუტორები, ესენი იქნებიან ასევე ქსელური მარკეტების წარმომადგენლები და ესენი იქნებიან ქართველი მეწარმეები, რომლებსაც აქვთ ქართულ ქსელებში საკუთარი პროდუქციის რეალიზაციის ინტერესი. შეხვედრების საფუძველზე, რა თქმა უნდა, მეტი დეტალი გახდება ცნობილი და ეს ყველაფერი მოგცემს იმის საშუალებას, რომ წარმატებით ვიზრუნოთ ფასების დაწევაზე. სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირების მიზნით ბაზრის კვლევა მაჩვენა, რომ პირველადი მოხმარების პროდუქციის ფასები ევროპულ ფასებს საგრძნობლად აღემატება. საქართველოსა და საფრანგეთის მაგალითზე ერთი და იგივე პროდუქტზე ფასებს შორის არაადეკვატური სხვაობაა. საქართველოში ზეთი 34%-ით მეტი ღირს, მაკარონი 97%-ით, ბრინჯი 180%-ით, კარაქი 30%-ით, ყველი 42%-ით, შოკოლადი კი 47%-ით. კვლევის თანახმად მაღალი ფასნამატი საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86% შეადგენს. საცალო ქსელების წმინდა მოგება 7, 8 და 14%-საც კი აღწევს, როცა ევროპაში მათი წმინდა მოგების მარჟა საშუალოდ 2%-ია. მაღალია სადისტრიბუციო კომპანიების მოგების მარჟაც, რომელიც საქართველოში 6-დან 13%-მდე მერყეობს. იმპორტის ინფლაცია 2025 წელს სწრაფი მოხმარების საგნებზე საშუალოდ 5%-ით შემცირდა. რომ სამწუხაროდ სამოხმარო გადადაში ფასები 10%-ით გაიზარდა. ახლა ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ფასწარმოქმნის ჯაჭვში რაღაც სტრუქტურული პრობლემა არის. და საჭიროა სწორედ ამ პრობლემის იდენტიფიცირება. პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ პროცესები იყოს გამჭვირვალე ურთიერთობები თანაბარ პირობებში ჩააყენოს ყველა მოთამაშეს და მივიღებთ იმას, რომ სექტორში და ბაზარზე იქნება მაღალი კონკურენცია. პირადად მე მიმაჩნია, რომ კონკურენცია ყველაზე კარგი საშუალება არის იმისთვის, რომ მოხმარების უფლებები იყოს დაცული და კონკურენტულ გარემოში მოხმარებელი მიიღებს საუკეთესო ფასს.
საქართველოში 100,000 კაცზე 113 მარკეტი მოდის, გერმანიაში 45, ავსტრიაში 62. როგორც ირკვევა სხვა ხარჯებთან ერთად, ქსელის გაფართოებასთან დაკავშირებული ხარჯებიც კი პროდუქტის ფასებზე პირდაპირ აისახება. პირველადი ანალიზის შედეგად, მაღალი ფასნამატის და შესაბამისად სასურსათო პროდუქტებზე გაზრდილი ფასების მიზეზი პრემიერმა მოსახლეობას გასული წლის დეკემბერში გააცნო. ესაა ეგრეთ წოდებული ქსელის ქეშბექი. მაღაზიაში შესვლისთვის დაწესებული საფასური, დისტრიბუტორებისთვის ან მწარმოებლებისთვის თანხის გადახდის დაგვიანება, მაღაზიების სიმრავლე და ახალი მაღაზიის გახსნის ხარჯის სასახო ფასში და ასე შემდეგ. რასთავარია, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეების შესვლას შეთანხმებულად კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ, რასაც ბუნებრივია დამატებითი ანალიზი ესაჭიროება. თუ გამოიკვეთება ხელოვნურ გაზრდის ნაწილში უკანონო გარიგებების წილი, ცხადია, რომ ეს ყველა შემთხვევაში გამოიწვევს პროდუქციის გაიაფებას მთელი რიგი პროცენტული მაჩვენებლით სხვადასხვა პროდუქტთან მიმართებაში. არ ზარალდება არც სუპერმარკეტი, არ ზარალდება არც კეთილსინდისიერი მიმწოდებელი და რა თქმა უნდა სარგებელს იღებს მომხმარებელი. ამ შემთხვევაში ზარალდებიან ის ადამიანები, რომლებიც იქნებიან უკანონო გარიგებების მონაწილეები. ფასების შემცირების გზაზე, როგორი წინააღმდეგობაც არ უნდა იყოს, მათი ყნება გარდაუვალი იქნება. ეს პრემიერის მთავარი დაპირებაა. ხელისუფლება ბიზნესში უხეშად ჩარევას არ აპირებს, თუმცა თუ უკანონო გარიგებების არსებობა დადასტურდება, სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებული ანტიმონოპოლიური ზომებით უპასუხებს. სავარაუდო დანაშაულის ფაქტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს. საგაზაფხულო სესიაზე შეიქმნება საპარლამენტო კომისიაც, რომელიც საკითხს მის ხელთ არსებული ბერკეტებით მოიკვნევს. საშუალო სტატისტიკურად რომ ავიღოთ, დღეს საშუალო საქართველოს მოქალაქე თავის შემოსავლის 39%-ს სწორედ სწრაფი მოხმარების საგნების და პროდუქტებზე ხარჯავს. და ეს მნიშვნელოვნად მაღალი მაჩვენებელია და ჩვენი მიზანია, რომ ეს მაჩვენებელი შემცირდეს. იქნება შეხვედრები ბიზნესის წარმომადგენლებთან და ერთობლივად მოვუწევთ გზებს და საშუალებებს, რომ ეს პრობლემა გადავწყვიტოთ. პარტია ერთიანი ნეიტრალური საქართველოს ხელისუფლების წამოწყებას იწონებს, თუმცა გრძელვადი ამ პერსპექტივაში პრობლემის მოსაგვარებლად საკუთარ ხედვას თავაზობს. პარტიაში მიაჩნიათ, რომ არსებული აგრარული პოლიტიკა სრულად უნდა შეიცვალოს და მხოლოდ ეროვნულ ინტერესებს დაეფუძნოს. იმპორტზე დამოკიდებულება ზრდის ფასების მერყეობასაც. აქ არის ვალუტის კურსი, აქ არის ლოჯისტიკური პრობლემები. ჩვენ თავაზობთ, რომ გადაიხედოს საქართველოში არსებული სოფლის მეურნეობის აგრარული პოლიტიკა, ორიენტირებულია არა შიდა ბაზრის გაჯანსაღებაზე და შიდა კონკურენციის გაჯანსაღებაზე, ან ეს არის ძირითადად ევროკავშირის გაიდლაინებით დაწერილი მათთვის საამებლად, რომ აი ჩვენ რა კარგი კანდიდატები ვართ, რომ აი ნახეთ თქვენ ენაზე ვლაპარაკობ. შინაარსისგან აბსოლუტურად დაცლილია, მე მინდა ვთქვა. ამიტომ ეს არის ხანგრძლივადიანი სამუშაო. და ვის არ სურს ქვეყანაში სასურსათო პროდუქტებზე ფასების ყნება, რა თქმა უნდა რადიკალთა ოპოზიციურ ერთობას. მათ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესში მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება არ შედის. მათთვის სასურველია მძიმე სოციალური მდგომარეობა, რომ იქნება ამ საბაბით მაინც მიაღწიონ მიზანს. ეს დავანება ხელისუფლების შეცვლის მიზნით ლორა თორნტონისეული პოლიტიკური სახელმძღვანელოდანაც კი ჰქონდათ. სწორედ ამიტომ ინიციატივის დაანონსების პირველივე დღიდან ოპოზიცია აქტივისტებთან არასამთავრობოებთან ერთად გაზრდილი ფასების მხარეს დადგა და მისი დარეგულირების საკითხის გადაფარვა 1000 გვარი სპეკულაციით სცადა. იმ ოპოზიციამ, რომელიც ვითომ ქვეყანაში მაღალ ფასებზე წუხს, სინამდვილეში კი პროდუქტზე მაღალ ფასნამაც მათთან დაკავშირებული კომპანიები აწესებენ. მაგალითად, იმ სადისტრიბუციო კომპანიებიდან, რომელსაც დღეს ბაზარზე 14%-იანი მოგება აქვთ, ერთ-ერთის მფლობელი ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძეა. ის ოპოზიცია, რომელიც მზად იყო საკუთარი ქვეყანა და მზად არის ომისთვის გაწიროს, ცხადია მზად არის საკუთარი მოსახლეობა მაღალი ფასებისთვისაც გაწიროს. მათთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია. ის რაც გარედან მართულ ოპოზიციას, მორიგი ქაოსის მოწყობის მცდელობისთვის, სოციალური პრობლემების გამოყენების შესაძლებლობას არ მისცემს, დადებითად უნდა აისახოს მოქალაქეთა ყოველდღიურ ყოფაზე. სასურსათო პროდუქტებზე ხელოვნური ფასნამატის სრულად აღმოფხვრის მიზნით აქტიური მუშაობა მთავრობას დაწყებული აქვს.